საღამოშვიდობისა ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად და თქვენ 2 აპრილს შოუ ბიზნესში მომხდარი ყველა სასიამოვნო სიახლეების მოსმენის საშუალება გაქვთ. გალერეა TMS-ში ერთი ოჯახის 3 თაობის ქუჩუკი არჩილ და ზალ კიკოძეების ფოტოგამოფენა მოეწყო. მართალია ისინი პროფესიონალი ფოტოგრაფები არ არიან, მაგრამ იმდენად უყვართ თავიანთი ხელოვნება, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დადიან და ლამაზ სახეებსა და პანორამებს აგროვებენ. Davisi, მე ყოველთვის იქიდან რო დავბრუნდებოდი, ენერგია მომატებული ვიყავი რა. სულ გამოცვლილი ვიყავი და სანამ დავიდოდი, ავად გავხდებოდი ხოლმე, ესე სურვილი მქონდა. ხელოვნების, ასე ვთქვათ, პრეტენზია არ მაქვს ნამდვილად რა. ბევრს დავდივარ და მგონია რომ ლამაზ ადგილებს ვხედავ და ნუ მინდა რომ სხვამაც დაინახოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 და 21 მარტს ვლადიმერ უგაროვი ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით მოსკოვის სამხატვრო თეატრში სპექტაკლის დადგმას აპირებდა ინფორმატორის ერთ-ერთ გამოშვებაში უკვე იყო. ახლა ლაშა ბუღაძე უკვე თბილისშია და თვითონ გაგვისაუბრებათ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიარა წარმოდგენა. სპექტაკლმა თვითონ, ესე იგი, მე მგონი კარგად ჩაიარა, იმიტომ რომ კრიტიკოსების აზრი იყო მთავარი ამ შემთხვევაში, რადგან ამ სპექტაკლის მერე ეს ესე იგი კრიტიკოსებს და მაყურებელს უნდა განესაზღვრა მოხდებოდა თუ არა ეს პიესა რეპერტუარში და ნუ მოხდა, ესე იგი ეს სარეპერტუარო სპექტაკლი გახდა და ჩვენ ისეთი ძალიან კარგი გამოხმაურებებიც მივიღეთ აი ამ სპექტაკლთან დაკავშირებით. თვითონ ამ სპექტაკლს რო დაუბრუნდე გამოყენებული იყო ქართველი მუსიკოსების ვისა, იმიტომ რომ ჩემმა მთარგმნელმა მიაწოდა, მათ უნდათ რომ ყოფილიყო ვთქვათ ყველაფერი ქართული, მაგრამ ამის ძალიან ისეთი პოზიტიური კონტექსტით. და ირაკლი ჩარკვიანის და გოგი ძოძუაშვილის მუსიკა. თვითონ ავტორებმა ეს არ იცოდნენ, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ არ გაბრაზდებიან, იმიტომ რომ ნუ მეც არ ამიღია ჰონორარი და არც რეჟისორს ეს საფესტივალო დადგმა იყო. ყოველწლიური კონკურსი არ არის, ეს რაღაც არაოფიციალური კონკურსია, იმიტომ რომ თუმცა მაინც კონკურსს გავს, იმიტომ რომ მაინც ირჩევა პიესები. იქნება ივნისში ახალი დრამის ფესტივალი, რომლის დამფუძნებელიც არის სამხატვრო თეატრი მოსკოვის ოქროს ნიღაბთან ერთად, ასევე თეატრალური ფესტივალი ოქროს ნიღაბი და აი იქ უკვე მიწვეულები ვიქნებით რამდენიმე ქართველი ავტორი, ბასა ჯანიკაშვილი, მანნა დოიაშვილი, ალბათ დათო ტურაშვილი და მე. ამ შემთხვევაში მე ბედმა გამიღიმა, იქ ვშაყირობდი კიდეც, რომ ეს რახან არის 7 პატარა პიესა ერთმანეთთან სიუჟეტურად აბსოლუტურად დაუმთხოველი. ბედმა გამიღიმა მხატში ერთდროულად 7 პიესა დაიდგა ჩემი. საპირველ აპრილოდ კლუბ ნოეში სურპრიზებით სავსე საღამო წარიმართა, რომლის ავტორიც ნინო ანდრონიკაშვილი იყო. საღამო ზუზუს მიყავდა და ალბათ ადვილად წარმოვიდგენ თუ რა მხიარულებას უფევდა დარბაზში. გაზაფხული დაიწყო, ესე ვთქვათ, ნამდვილი მე მგონი და კარგია, ძალიან მინდა ყველას მოვლოცო გაზაფხული, ასევე დღეს არაჩვეულებრივი კონცერტი არის, თინეიჯერული და ჩვენი არტიმედის თინეიჯერი მე მგონი გვასახელებენ დღეს. ვარ არაჩვეულებრივ განწყობაზე, ძალიან მომწონს აქ ვარ პირველად. და ძალიან კაი სიტუაცია და იმედია ყველაფერი გახურდება და ყველა ერთმანეთთან იქნება, ახლოს იქნება და ყველა ვიცეკვებთ და ძალიან გავერთობით. რა თქვა? რო სულ ახალგაზრდა მომღერლები გაქვს. ნუ ამ კონცერტზე სულ ახალგაზრდა მომღერლები არიან და მეც მათ შორის და მე შევასრულებ ერთ ახალ სიმღერას და ერთს
კიდე უკვე ნაცნობ სიმღერას. თვითონ არტიმეჩში არის ეს ახალი იდეა, ახალი პროექტი, რომ ჩვენ მენეჯერებმა უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი საინტერესო პროექტები. ერთ-ერთ მათგანია დღევანდელი დღე. დღევანდელი კონცერტისთვის სტივ ვანდერმა დაგვიწერა ძალიან ლამაზი სიმღერა და ამ სიმღერას ვიმღერებ დღეს სცენაზე, რომელიც სახელწოდებაც არის თავისუფლება. აპლოდისმენტები თქვენი. რამოდენიმე მათგანი კიდევ შემოგვიერთდება თვითონ სამოსვლობის დროს. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ დღეს გარდა იმისა, რომ მოისმენთ სცენიდან არაჩვეულებრივ ქართულ სიმღერებს, თქვენც აქტიურად უნდა ჩაებათ, გაიხსენოთ ყველა ის ტყუილი და ის ყაზბეგის ცენტრალურ ოფისში გაიმართა იტალიური სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. აქვე ჩატარდა პოლიტიკური პარტიის მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს ქალთა საბჭოს კრება. ჩუღურეთის რაიონიდან არაჩვეულებრივ ქალბატონს გაუწია რეკომენდაცია ქალბატონმა სულიკო კერესელიძემ უნდა ვაჩვენოთ თუ რა შეუძლია მეცნიერთა ხაზში დგომას. რა შეუძლია ქალთა ძალისხმევა. დიდი მადლობა უბრძანებისთვის, დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ქალბატონ ნინელის, რომელმაც პირველმა მოიაზრა და ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას შეძინა ამდენი ლამაზი ქალბატონი. მისი ინიციატივა იყო, რომ შეიქმნა ეგ საბჭო. მან შეძლო, რომ ყველაზე ლამაზი ქალები ჩვენთან მოვიდნენ პარტიაში და თუ ვინმეს აქვს ამის პრეტენზია, ისე მოვიდეს ჩვენთან მივიღებთ და რაც თავარია თქვენი აქტიურობა წინა არჩევნებშიც და ალბათ ეხლაც იმის გვაძლევს, რომ თქვენი მხარდაჭერი ჩვენ საკმაოდ ძლავრად მოვალთ პარლამენტში. ყველას წამყვანი თემა იყო ის, რომ ჩვენ აბსოლუტურად უწევდია პოლიტიკური ორგანიზაცია მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს ხელმძღვანელობის ინიციატივით, მათი დახმარებით და საქართველოს ქალთა კომიტეტი აჯილდოებს მარი წულუკიძეს გამოფენაში მონაწილეობისათვის. სად არის მარი? არ მოსი. სალომე ბაშაკმოდი. საანგარიშო მოხსენება იყო და საანგარიშო შეხვედრა გაწეული მუშაობის შესახებ, რაც ჩაატარა ქალთა საბჭომ პოლიტიკური ორგანიზაციის მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს 1 წლის დაარსებიდან 1 წლის განმავლობაში. ეხლა ცოტა ხანი თუ კიდე გავაგრძელე ლაპარაკი ცრემლებით მომერება, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან, მე ვერ გეტყვით, რაღაც საოცრებები. იმ თვითონ მასწავლიან უკვე ძალიან ბევრს. ხატავ პორტრეტებს და ზოგჯერ ნატურმორტს. ჩვენი ჩამოყალიბების დღიდან დღემდე პერმანენტულად მიდიოდა სამედიცინო ხაზს. მე არ მინდა არც ჩვენმა ამორჩეულმა არც დღეს შეკრებულმა საზოგადოებამ ჩათვალოს კიდევ ვიმეორებ ერთი მომენტი, რომ ეს ღონისძიება ქალბატონები ვართ, იმიტომ რომ უნდა გამახორციელოთ ბევრი